გვერდი 121. ერთი და იმავე სიმაღლიდან ჰორიზონტალური მიმართულებით ისვრიან ორ ბურთულას. პირველს 10 მეწამის სიჩქარით, მეორეს 20 მეწამის სიჩქარით. შეადარეთ მათი დედამიწაზე ვარდნის დროები. ჰაერის წინამდებობას გაითვალისწინებთ. ჩავწეროთ, რომ ესე იგი V0 პირველი არის 10 მეტრი წამი, V0 2 არის 20 მეტრი წამი. უნდა შევადაროთ T პირველი, T მეორესთან, როგორი არის ეს შეფარდება. ეხლა აქ სიტუაცია ნახეთ როგორი არის, რომ ერთ და იგივე სიმაღლიდან ხდება ამ ორივე ბურთულის ჰორიზონტალური მიმართულებით გადაგდება. როგორც ვიცით, ჩამოვარდნის დრო არ არის ჰორიზონტალურ სიჩქარეზე დამოკიდებული. რატო? იმიტომ რომ ამ სხეულზე, რომელიც თქვათ ჰაერში ვერტიკალურად ჰორიზონტალურად არის გასროლილი, მოქმედებს მხოლოდ სიმძიმის ზალა mg და აი ამ მიმართულებით, ვერტიკალური მიმართულებით აქვს მხოლოდ g აჩქარება. თუ სიმაღლე არის a-ში, იმის და მიუხედავად თუ როგორი არის საწყის სიჩქარე ჰორიზონტალურად მიმართული, ყოველთვის შეგვიძლია აი ამ მიმართულებით, a-შის მიმართულებით დავწეროთ ფორმულა. a-ში არის gt კვადრატ ნახევარი. აქედან t არის ფესვი 2a-ში g-ზე და ეს არ არის დამოკიდებული ჰორიზონტალურ სიჩქარეზე, როგორც თქვით. ამიტომ t პირველი უდრის t მეორეს. მეორე ამოცანა. 20 მეტრის სიმაღლიდან ჰორიზონტალური მიმართულებით გაისროლეს ბურთულა. რა დროში დაეცა იგი დედამიწის ზედაპირზე? ჰაერის წინამდებობას გაითვალისწინებთ. ანალოგიური ამოცანა არის, ესე იგი, აქ უბრალოდ a-ში არის მოცემული 20 მეტრი და ჰორიზონტალურად არის სიჩქარე მიმართული. მაგას როგორც ვიცით, მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ a-შისთვის დავწერთ ფორმულას, a-ში არის gt კვადრატ ნახევარი და t იქნება ფესვი 2a-ში g-ზე, რომ შევიტანოთ რიცხვები, ესე იგი a-ში არის 20 მეტრი, ესე იგი ეს 40, g დაახლოებით 10-ია, ფესვი 4-დან 2 წამი გამოგვივა. მესამე ამოცანა. რა სიმაღლიდან უნდა გავისროლოთ ტყვია ჰორიზონტალური მიმართულებით, რომ დედამიწაზე დაცემისას მისი სიჩქარის ვერტიკალური მდგენელის მოდული 20 მეტრ წამის ტოლი იყოს. მოდი დავხატოთ ესე იგი ეს სურათი, მაინც ესე იგი აი თქვათ, ჰორიზონტალურად ვისროლეთ სხეული, ესე იგი მოძრაობს და ესე იგი რაღაცა მომენტში თქვათ ჯერ არ შეხებია დედამიწას, არ აქვს მნიშვნელობა, სრული სიჩქარე არის მხების გასწვრივ. ამ სიჩქარეს აქვს ჰორიზონტალური მდგენელი და ვერტიკალური მდგენელი. აი რადგან ჰორიზონტალური აი ამ x მიმართულებით არაფერი ძალა არ მოქმედებს, ამ მიმართულებით მოძრაობა თანაბარი არის. ხოლო y მიმართულებით, აი ქვევით რომ მიმართოთ y ღერძზე, არის თანაბარ აჩქარებული g აჩქარებით. ამიტომ ესე იგი რა სიმაღლიდან უნდა გადმოვარდეს, რომ დედამიწასთან შეხების მომენტში y მდგენელი იყოს 20 მეტრ წამი. ესე იგი vy არის 20 მეტრი წამში. ესე იგი ჩავწეროთ ფორმულა, ესე იგი ესე იგი ეს არის მოძრაობა ვერტიკალური მიმართულებით, a-ში არის vy კვადრატს მინუს v0y კვადრატი შეფარდებული 2g-ზე. საწყის სიჩქარეს y მდგენელი არ ქონდა. ამიტომ a-შისთვის იქნება vy კვადრატი 2g-ზე. აქედან a-ში შეგვიძლია დავთვალოთ. ეს არის 20-ის კვადრატი 400 შეფარდებული 20-ზე. გამოვა, ესე იგი 20 მეტრი. მეოთხე ამოცანა. ცათამბჯენის 125 მეტრის სიმაღლის აივნიდან სამთამაშო დამბაჩით ჰორიზონტალური მიმართულებით ისროლეს ტყვია. რისი ტოლი უნდა იყოს ტყვის საწყისი სიჩქარე, რომ დედამიწის ზედაპირზე დაცემის მომენტში მისი სიჩქარე 60 მეტრ
წამის ტოლი იყოს. ჰაერის წინამდებობას ხედულობაში მიიღებთ. ეს არის წარმოვიდგინოთ ეს წათამჯენი. აქედან ისროლეს ტყვია ჰორიზონტალური მიმართულებით 20 მეტრ წამის სიჩქარით. ვნახოთ მისი ტრაექტორია იქნება მრუწურული ტრაექტორია და აი დედამიწასთან შეხებისას სიჩქარე იქნება მხების გასწვრივ. აი დავშალოთ ეს სიჩქარე ორ მდგენელად. ერთი არის ესე იგი ვერტიკალური მდგენელი, მეორე არის ჰორიზონტალური მდგენელი. ჰორიზონტის მიმართულებით სიჩქარე უცვლელი არის, Vx არის V0x-ის ტოლი და არის 20 მეტრ წამის ტოლი, ხოლო რაც შეეხება y მიმართულებით, აი y-ი თქვათ ესე არის და x-ი ესე არის, ხო? x-ი ჰორიზონტალურად არის, y-ი ვერტიკალურად. ხო, ვერტიკალური მიმართულებით შეგვიძლია დავწეროთ, რომ a-ში არის vy კვადრატი მინუს v0y კვადრატი 2g-ზე. საწყის სიჩქარის y მდგენელი არ აქვს, ამიტომ ეს იქნება vy კვადრატი 2g-ზე. აქედან ესე იგი a-ში ვიცით, რა სიმაღლიდანაც წამოვიდა ეს სხეული, ესე იგი a-ში არის 125 მეტრის ტოლი. 125 მეტრის ტოლი, აქედან vy კვადრატი იქნება 2g a-შის ტოლი. ხოლო ეს მთელი სიჩქარე v არის ამის კვადრატი არის vy-ის კვადრატი პლუს vx-ის კვადრატი. ხო, ესე იგი ეს ვიცით v რისი ტოლი არის. v არის 60 მეტრი წამის ტოლი. აქედან ესე იგი vx დავადგენთ. vx კვადრატი არის v კვადრატს მინუს vy კვადრატი. და მერე vx-ი იქნება ფესვი აქედან. v კვადრატს მინუს vy კვადრატი. ანუ ეს არის ფესვი v კვადრატს მინუს 2g a-ში. შევიტანოთ რიცხვები. 60-ის კვადრატი არის 3600 მინუს 20 ჯერ 125, 250 2500. ესე იგი 2500 რო გამოვაკლოთ, ეს იქნება ფესვი ესე იგი 36-25 რო გამოვაკლოთ, ეს არის 11.100. ფესვი 1100-დან აი ესეთი უნდა იყოს საწყისი სიჩქარის x მდგენელი. ეს იყო მეოთხე ამოცანა. მეხუთე ამოცანა. ცალთაბჯენის 125 მეტრის სიმაღლის აივნიდან სათამაშო დამბაჯით ჰორიზონტალური მიმართულებით ისროლეს ტყვია, რომლის ტყვის საწყის სიჩქარე 20 მეტრ წამია. რისი ტოლი იქნება მისი ფრენის სიშორე? ახლა შევხედოთ ამ სიტუაციას. ესე იგი, აქედან ვისროლეს ტყვია, V0 სიჩქარე ესეთნაირად არის მიმართული, ხოლო სიშორე არის აი ეს მანძილი, S-ი. ახლა ეს როგორ უნდა დავადგინოთ? ისევ და ისევ ვთქვათ, y ღერძის გასწვრივ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვარდნა უსაწყისო სიჩქარით, ხოლო x ღერძის გასწვრივ გვაქვს თანაბარი მოძრაობა. ამიტომ sx-ი იქნება vx-ი გამრავლებული t-ზე, vx-ი კი არის იგივე რაც v0 გამრავლებული t-ზე. და დროს, რა დროშიაც დაეცემა, განსაზღვრავს, ესე იგი ვარდნის დრო. ვარდნის დრო კი შეგვიძლია ვიპოვოთ ფორმულიდან. a-ში არის gt კვადრატ ნახევარი. ანუ t არის ფესვი 2a-ში g-ზე, ესე იგი 250 გაყოფილი 10-ზე, ეს არის 5 წამი, ასე რომ s იქნება 20 მეტრი წამი 5 წამზე გამოვიდა 100 მეტრის ტოლი. მეექვსე ამოცანა. ვერტიკალურად ასროლილი ფოიერვერკის კაფსულა მაქსიმალურ სიმაღლეზე გასკდა ორ თანაბარ ნაწილად. თითოეულმა შეიძინა ჰორიზონტალური ურთიერთსაპირისპირო მიმართულებები 10 მეწამის სიჩქარე.
რა სიმაღლეზე გასკდა ფეიერვერკი თუ ნავმსხურევები დედამიწის ზედაპირზე ერთმანეთისგან 60 მეტრ მანძილის დაშორებით დავარდა. აი დავხატოთ ესე იგი სურათი. ესე იგი თქვა აქედან გაისროლეს ესე იგი ფეიერვერკი, ავიდა რაღაც სიმაღლეზე და აქ გასკდა ორ ნაწილად. ერთი წავიდა მარცხნივ, მეორე წავიდა მარჯვნივ. ერთნაირი სიჩქარით, ესე იგი V პირველი უდრის V მეორე, მოდულით ერთნაირი სიჩქარებია 10 მეტრ წამი. ეს იყოს V პირველი, ეს იყოს V მეორე. ეს წამოვა დაეცემა რაღაც მანძილზე, ეს რაღაც მანძილზე. ახლა მათ შორის მანძილი ელით აღნიშნოთ. ეგ იქნება თითოულის ფრენის სიშორე გაორმაგებული. მაშინ აი ეს არის ფრენის სიშორე ერთის, ეს მეორესი. ესეც ესია, ესეც ესია. ამიტომ ელი არის 2 ესის ტოლი. ხოლო ფრენის დროს განსაზღვრავს, როგორც ვიცით, სიმაღლე. თვითონ ეს ესი არის V1 გამრავლებული T-ზე, ამიტომ ელი არის 2V1 გამრავლებული T-ზე, ხოლო ფრენის დროს ვიპოვით ფორმულიდან A-ში არის GT² ნახევარი. ანუ T არის აქედან ფესვი 2A-ში G-ზე. ეხლა აქ გთხოვენ რა სიმაღლეზე გასკდა ესე იგი ეს ფეიერვერკიო. ჩვენ შეგვიძლია აქედან ვიპოვოთ T არის ელი შეფარდებული 2V1-ზე, ელი არის 60 მეტრი 2 10-ზე, 20-ზე, ესე იგი ეს არის 3 წამი და მე A-შის ფორმულაში შევიტანოთ 3. G არის 10, 3-ის კვადრატის ნახევარი, ეს არის 10, 9 ნახევარი, 45 მეტრი. მეშვიდე ამოცანა. გარკვეული სიმაღლიდან 12 მეტრ წამში სიჩქარით ჰორიზონტალურად გაისროლეს ბურთულა, რომელიც დედამიწაზე ერთ წამში დაეცა. რისი ტოლია ბურთულას მიერ შესრულებული გადაადგილების მოდული? ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გავითვალისწინებთ. დავხატოთ ესე იგი ეს სურათი. ესე იგი რაღაცა სიმაღლეზე იყო ესე იგი ეს ბურთულა, ჰორიზონტალურად გაისროლეს. აი ეს V0 არის, V0 მოცემულია არის 12 მეტრი წამი და ესე იგი ეს დაეცა ერთ წამშიო. T არის 1 წამი. და გვეკითხებიან გადაადგილების მოდულს. ხო, ახლა ეს როგორ ვიპოვოთ? მოდით ვიპოვოთ ესე იგი ეს A-ში, ამისათვის ამ A-შის მიმართულებით გვაქვს თავისუფალი ვარდნა, ეს არის GT² ნახევარი უსაწყისო სიჩქარით, ამიტომ A-ში არის 5 1-ის კვადრატი გამოვიდა 5 მეტრი. რაც შეეხება სიშორეს, სიშორე აი ეს არის, ესე იგი ელი. ელი არის V0 გამრავლებული T-ზე. ეს არის 12 გამრავლებული 1 წამზე, ანუ 12 მეტრი. ახლა ეს თუ ვიცი და ეს თუ ვიცით, აი გადაადგილების მოდული, აი ეს არის თქვა, გადაადგილება ეს არის, აი ეს ვექტორი არის, ეს S-ი, ხოლო მისი მოდული არის პითაგორათი შეგვიძლია ვიპოვოთ. S-ის მოდული იქნება კვადრატული ფესვი A² პლუს L კვადრატი, ეს არის 25 პლუს 154, ესე იგი ეს არის 169, ну ეს არის 13 გამოდის, ხო, მგონი, ესე იგი არის 13 მეტრი. ხო. ხო, ახლა მოდით მერვე ამოცანა. სახანძრო ვერტფრენი 15 მეწამის სიჩქარით მიფრინავს ჰორიზონტალურად, ისე რომ მისი წყლით სავსე რეზერვუარი დედამიწის ზედაპირიდან 180 მეტრ სიმაღლეზეა. ნუ სურათი მოცემულია. ხანძრის კერიდან რა ეს მანძილის დაშორებით უნდა გახსნას რეზერვუარი პილოტმა, რომ წყალი მიზანს დაესხას. ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გავითვალისწინებთ. ნუ მოცემულია, რომ V0 არის 15 მეტრი წამში, S-ი, ესე იგი მანძილი დედამიწის გასწვრივ
ნუ ვერტფრენსა და ხანძრის კერას შორის არის 180 მეტრი, ხოლო სიმაღლე არის ესე იგი ხო არა, სიმაღლე არის 180 მეტრი, ბოდიში, სიმაღლე არის ესე იგი 180 მეტრი, ხოლო მაგას გვეკითხებიან რა მანძილზე უნდა გახსნას რეზერვუარი, რომ წყალი ზუსტად დაესხას ხანძრის კერას. აი დავხატოთ, აი ეს არის თქვათ ის რეზერვუარი წყლით სავსე, ეს არის A-ში, ხო და აი აქ არის ხანძრის კერა, აი აქ ხანძარი არის. აი აქედან აქამდე S-ი არის. ამას გთხოვენ. ესე იგი S-ი ფაქტურად ამან რო გახსნას, ამას დრო ჭირდება, რომ წყალი აი ამას დაეცეს. აი წყალს ექნება ჰორიზონტალურად მიმართული იგივე სიჩქარე, რაც ვერტფრენს. ამიტომ ეს იქნება V0 გამრავლებული T-ზე. T კი არის T-ს ვიპოვით თავისუფალი ვარდნისგან, თავისუფალი ვარდნის დროს A-ში სიმაღლესთან ვარდება ეს წყალი. ამიტომ A-ში იქნება ჟტ კვადრატ ნახევარი, T იქნება ფესვი 2A-ში შეფარდებული ჟ-ზე. ხო, ნუ ეს შეგვიძლია რიცხობრივად გამოთვალოთ, ესე იგი 360 10-ზე, ესე იგი ეს არის 6 წამი, ხოლო S-ი გამოგვივა 15 გამრავლებული 6-ზე 90 მეტრი. 90 კი არა, 80 მეტრი. არა, 3-90 მეტრი. ხო, ეხლა მეცხრე ამოცანა. დედამიწიდან 80 მეტრ სიმაღლეზე ჰორიზონტალურად 30 მეწამის სიჩქარით გაისროლეს ბურთულა. რისი ტოლი იქნება ბურთულის სიჩქარის მოდული დედამიწაზე დავარდნის მომენტში და ის იმ კუთხის ტანგენსი, რომელსაც ეს სიჩქარე შეადგენს ჰორიზონტთან. ნუ, ისე ვთქვათ, აი აქ ჰორიზონტალურად გაისროლეს სხეული, ეს დაეცემა რაღაცნაირად და გვეკითხებიან აქ რა სიჩქარე ექნება და ამ ეს სიჩქარე რა კუთხეს ადგენს ჰორიზონტთან. აი ამ კუთხეს გთხოვენ. ეხლა x მიმართულებით მოძრაობა თანაბარია vx უდრის v0-ს, y მიმართულებით გვაქვს თავისუფალი ვარდნა. სიმაღლე a-ში არის 80 მეტრი. ამიტომ a-შისთვის დავწერთ vy კვადრატი 2ž-ზე, აქედან vy კვადრატი არის 2ž-ში და ამიტომ ეს მთელი სიჩქარის კვადრატი პითაგორას თეორემის თანახმად იქნება vx კვადრატს პლუს vy კვადრატი, ანუ v კვადრატი არის v0 კვადრატს პლუს 2ž-ში, ანუ v არის კვადრატული ფესვი v0 კვადრატს პლუს 2ž-ში. ესე იგი v0 არის მოცემული არის 30 მეტრწამი. ესე იგი გვექნება 900 პლუს 20 a-ში არის 80-ზე. ესე იგი 900 პლუს 1600. ეს არის კვადრატული ფესვი 2500-დან, ანუ გამოვიდა 50 მეტრი წამში. ხო, ეხლა რაც შეეხება ამ კუთხის ტანგენს, აი ამ კუთხე ფითი აღნიშნოთ. ტანგენს აი ამ ფი კუთხისა, ეს არის მოპირდაპირე კათეტი, ესე იგი vy შეფარდებული მიმდებარე კათეტთან vx-თან. vy იყო ნუ აი თვითონ vy არ გამომითვლია, მაგრამ მოდი ახლა გამოვთვალოთ 2j-შიდან ფესვი, ეს არის ფესვი 2j-შიდან შეფარდებული v0-ზე. ნუ v0 არის 30, ფესვი 2j-შიდან ეს არის 20 a-ში არის 80, ესე იგი ეგ არის ფესვი 1600-დან 40-ზე. ანუ ტანგენს φ გამოვიდა 30-ზე შეფარდებული. 40 30-ი, ანუ 4/13.
მეათე ამოცანა. წყალმომარაგების მილს გაუჩნდა 3 სმ² ფართობის მქონე ნახრეთი, რომლიდანაც წყლის ჭავლი 10 მეწამის სიჩქარით ჰორიზონტალურად გამოვიდევნება. განსაზღვრეთ ჰაერში არსებული წყლის მასა, თუ ნახრეთი დედამიწის ზედაპირიდან 45 მეტრ სიმაღლეზეა. ჰაერის წინააღმდეგობას გაითვალისწინებთ. განსაზღვრეთ ჰაერში არსებული წყლის მასა. ხო, მოდი დავხატოთ სურათი. ესეთი მდგომარეობა, აი გვაქვს, ესე იგი, რაღაცა მილი. აქედან ეს გასკდა, ესე იგი, ხვრელი აქვს ამას და ეს წყალი მოედინება აი რაღაც ესეთნაირად. ეხლა წყალში ის მასა იმყოფება, აი თქვათ, აი ამ მასის ეს პირველი, მოდით ესე იგი თქვათ, მოლეკულები რო წამოვიდა, წამოვა ესე იგი ეს მოლეკულები ეცემიან. აი ამ დროში ცხადია კიდე დაემატება მაგათ ესე იგი ის წყალი, რომელიც მილიდან გამოვა. ამიტომ ჰაერში ის წყალი იქნება, რომელიც ესე იგი ვარდება აი ამ h სიმაღლიდან, ესე იგი რა დროც სჭირდება ამ h სიმაღლიდან ჩამოვარდნას, ეს ის მასაა, რომელიც გამოვა წყლიდან. ამიტომ h-ისთვის შეგვიძლია დავწეროთ h-ი არის ესე იგი gt² ნახევარი, მოცემულია რომ h-ი უდრის 45 მეტრს, მოცემულია ამ ხვრელის განიკვეთის ფართობი არის 3 სმ² და რა სიჩქარით გამოდის წყალი? 10 მეტრ წამის სიჩქარით. წყლის მიერ, ესე იგი, წყლის მოცულობა, რომელიც გამოიდენება აი ამ დროში, რა დროზე ალაპარაკი, ფესვი 2h-ზე. ხო, ეს დრო არის 2 × 45 გაყოფილი 10-ზე, ეს არის ფესვი 9-დან გამოვა 3 წამი. აი 3 წამში რამდენი წყალი გამოვა? მოცულობა ამ წყლისა იქნება განიკვეთის ფართობი გამრავლებული v გამრავლებული t-ზე. ხოლო მასა გამოსული იქნება ρ გამრავლებული v-ზე. ასე რომ მასა იქნება ρ წყლისა s-ი გამრავლებული v-ზე და გამრავლებული აი ამ ფესვი 2h-ზე. აი ეს იქნება ჩვენი პასუხი. უბრალოდ თქვათ s-ი არის 3 სმ², ეს უნდა გადავიყვანოთ მეტრ-კვადრატებში. ეს იქნება 10 - 3 10 - 4 მეტრ-კვადრატი. დანარჩენი სიდიდე ხო და წყლის სიმკვრივე არის 10^3 კილოგრამი მეტრ კუბში. დანარჩენი რიცხვები ყველაფერი ვიცით.